სალამი ჩემო კარგებო. ეხლა ვждავარ და ვისმენ მაგარი ის მიმდინარეობს იმაში YouTube-ის იმაში. აქეთ მასა ქვია პატა აბულაზის იმასა ქვია ვისმენ აგერი ხო და მაგარი აჟიოტაჟია. ეხლა ერთი რამე ჩემო კარგებო. თქვენ გენაცვალეთ ქართველებო. ახლა უყურე სიის დასახელებაში სია რომ დავასახელი ამის უწინ არა შეცდომა მომივიდა ესე პოლკოვნიკი კოტე ფოჩხიძის ნაგირად ის კოტე ფოიძე მეწერა და ახლა იმას ვიზნა გადავასწორებ ამას და თქვენც იცოდეთ კოტე ფოჩხიძია ეს დღეს რო გამოვიდა ტრისტან წითელაშვილთან ხო ეხლა ბატონო ტრისტა ხო ბატონო ნიკოლოს ბატონო თენგო ომანიძე ბატონო მერაბ ჭიქაშვილო ბატონო დავით ახვლედიანი და ყველას მოგიწოდებთ ყველას არა შევაგროვოთ ხელმოწერები ჩვეულებრივ ქაღალდზე ეს ხელმოწერები არის ჩვენი პარტიის ისე ისე ქვია სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული ასეთი ნომერი 99-ია არის ეს ხო და შევაგროვოთ ხელმოწერები ისე რომ იმაზე ამ ხელმოწერა უბრალო ხელმოწერა ისე ხო და უნდა იყოს პასპორტის ნომერი სახელი გვარი იმ პიროვნების და ტელეფონის ნომერი და მისამართი სად ცხოვრობს ისე ეს ასე უნდა იყოს ხო და ახლა უყურე იქ ვიყავი ახლა იმასე ეს საინიციატივო ჯგუფმა შექმნა ესე იყო კრება და ესე იგი ფული გადავიხადეთ რაც იყო ნოტარიუსთან და ისე საინიციატივო ჯგუფმა შექმნა ეს იგი რა ქვია თავმჯდომარე ვარ მე ხო და მოადგილე არის ენვერი ანდღულაძე მოადგილე კი იგი რა დევანი ხო და ერთი ახალგაზრდა ვიგი არის ჩვენ ვარი კომუნისტები ვართ იგენმა გამომცენ მე უფლება იმის ხო და ისე იგი ახლა უყურე ხო და ახლა მე ისე იგი მითხრენ ჯერ დაბნეული იყვნენ ვერ მითხრენ ისე იგი ცესკოში ვიყავი მისული მითხრა იმან ცესკოში ახლა მოვიკითხე იქინე თავმჯდომარე კალანდარიშვილი მოვიკითხე მაგრამ ვერ გამოვიდა თუ არ ვიცი არაო თქვენ რაღაცა და ვიღაცა ხალი მოვიდა ხო და მითხრენ რომ 300 ჯერ მითხრენ 300 ხელის მოწერა საჭირო ის საბუთი რაც პარტია რომ დავა საინიციატივო ჯგუფმა რომ დაარსა პარტია ისო შემდეგ 300 ადამიანის ხელმოწერა არისო ხო და ახლა მე ბათუმში ვიყავი ვერაფერი ვერ მითხრენ ლანჩხუთში ჯერ ვერაფერი მე ისე იგი რა ვიცი ალბათ დორი განა 1000 კაცი უნდა იყოსო პარტიაში 1000 მე ამის წინ ბლოკში ხო ვთქვი ერთკაციანი პარტია ყავდნენ პარლამენტში გასული მასზე იგი რა ქვია შარვალჩახტილი გირჩი ორკაციანი ყავდა ელისაშვილი და იოსელიანი სამკაციანი ყავდა იგენი გირჩები რომა ხო და ახლა ჩვენ 1000 კაცს გთხოვს კარგი ამით მოვაგროვოთ ჩემო კარგებო მე ახლა იმაში რა ქვია YouTube-ში იმდენი ამხანაგები მყავს მაგრამ ცალი თვალი რომარ მაქვს არა კარგად ვერ იმაშობ დაჟე ვერ მივწერე ადამიანს ვერაფერი ვერ თხოვე რაც მინდა პროსტო შემომყავს ხო და უყურებ მე ვერაფერს არ შემიძლია არ მაქვს ამის ტალანტი ისტორია და გეოგრაფია და ისტორია ვიცი კარგად პოლიტიკა ვიცი მაგრამ ეს არ ვიცი ხო და ისე ძალიან ბევრი მეგობრები რომელსაც უნდა მეგობრობა ჩემთან ძალიან ბევრი რამოდენიმე 1000 გადააჭარბებს მაგრამ ახლა მაგერის მარტო ზოგის სახელი და გვარი ვიცი ზოგის არ ვიცი ხო არის პირდაპირ ორგანიზაციებია ნახსენები ორგანიზაციები მაგალითად მაღაზი ხორცის მაღაზია რაღაცა იმაშიო წალკაშიო იმაში ასეთი იგენი არის ასეთი სახელწოდებები არის ორგანიზაციებია ხო ეხლა უყურეთ 66 ადამიანი ხო დავასახელ კიდო დავასახელებ ერთს მე ბოლოს უყურე 66 რომ არ იყოს რამე გაუგებრობა რომ არ იყოს არა 66 პიროვნება რომ დავასახელე ამათმა რომ უყურე 66-დან კაი 60-მა რომ შეკრიბოს უყურე მე 40 შევკრიბე უკვე 40 მარტო
ხო და ახლა ურე ამ 60-მა რომ შეკრიბოს ესე იგი ვინც წევრებია ისე 1000 იგი პიროვნება 1000 პიროვნების იგი ნომერი ტელეფონის ნომერი პასპორტის ნომერი და ის ხო და აგერ ერთმა ქალბატონმა მითხრა რომ 192 მეგობარი მყავს თუ იმ ქალბატონს თხოვ იქნას ის 150 ხელმოწერა მაინც იქნას და დაგვეხმაროს უნდა ხო ეხლა კიდე შემოკარგებო რამინე ხო ეს ამდენი გამევიდა 150 40 მე მაგ ეს 200 არა 600 კაცი რომა აი 60 კაცი რომა იმ 60 კაცმა 1000 ოჯახის წევრები მეგობრები ამხანაგები ყველაფერი შეიძლება უბრალო ხალხიც შეიძლება უბრალო ხალხი რომელიც არც იცნობ რაღაც მე ასე მოვკრიბე ზოგი აგე ხო და გამოდის ეს 600 60 კაციდან გამოდის 1600 კაცი ადამიანი გამოდის 200 აგერ გვაქვს ისე იგი 800 ჩება ახლა იქინე ქვევით ხომა 66 კაცის ზევით ვართ წევრები ამ პარტიის მაგრამ ქვევით ხო რჩება კიდე იგენი რა ქვია კანდიდატები აგენ არის 140 ადამიანამდეა 800 ხო გამოვიდა ეს ორ-ორი რო შეკრიბოს აგენმა არა საკმარისია უკვე ხო და არა მე მგონი არ იქნება პრობლემა ამის და რაღაცასია მივაყენებთ ბატონ იმას ქართულ ოცნებას იქინდა მეტყვით 1000 კაცისია მე შემდეგ მე ეს სია უნდა ახლა ურე ყველაზე მეტად ახლა მე ურე ზოგს ველაპარიკები ტელეფონზე არ მპასუხებს შემოკარგებო არ მპასუხობს არ ვიცი რატომ არ პასუხობს მე ვიცი ტელეფონი რომ ისმინება საერთოდ მაგრამ მე არ მეშინია არაფერის მე რასაც ვაკეთებ და რასაც ყველა უნდა იცოდეს თელმა საკითხთან კავშირმა და თელმა საქართველოს უნდა არ მაქვს მე მაგის შიში ხო და ამიტომ ახლა იგენს შეიძლება არ უნდა გასაგებია მაგრამ ყველაზე მეტად მე ხა დიტო ჩუბინიძე მესაუბრება ხანდისთან როც რამდენის დაურეგა იმდენი პასუხი გამცა ამიტომ გთხოვთ ახლა ყველას აგენს ტრისტანი იგენ რომ არის ასე ახვლედიანი რომა ომანიძე რომა სადაც იგი არის პატარ-პატარა იგენ რომა ტელევიზიები არა ხო დიტონ ჩუბინიძესთან მოიყაროს ეს ხელმოწერები 1000 კაცის ხელმოწერა და ჩემი ჯერ 40 კიდო მე იქინე ზოგი არ ვიცი ახლა იგი რა ქვია სად ცხოვრობს ზოგი არ ვიცი გასაგები მაგ და 20-მდე და 20-ში ახლა 20-მდე უნდა მოიყაროს ეს თავი შემდეგ მე ჩავალ იმაში ცესკოში იქინდა ყოფილა 500 ლარი გადასახდელი ამასაც გადავიხდი ჩემი პენსიით მე გადავიხდი ამასაც ხო და მე ახლა არის წესდებაო შემოკარგებო ჩვენ როგორ გამოგვადგება ნაციონალური მოძრაობის წესდება გინდა ქართული ოცნების ჩვენ ეს არ გამოგვადგება ჩვენ წესდება გვაქვს ჩვენი მთავარი დევიზია ისე ყველა საგან შეძლების და გვარად უნდა გასცე სამშობლოს რაც ეკუთვნის შენგან და მიიღო მოთხოვნილების და მიხედვით ეს არის ჩვენი პირველი ეს იყო ადრე კომუნისტების დევიზი ნამდვილი ეხლა ხო გავყვეთ ახლა ხო ისე თუ მეტი მოგროვდეს მეტი ახ ზუსტად იმას ვერ განსაზღვრავს შეიძლება ვიღაცა მოიტანოს მეტი რაღაცა ხო და შეიძლება მეტი გამოვიდეს ოღონდ ნაკლები არ უნდა დარჩეს ხო და ეს 20 ივლისამდე 20 ივლისს შემოკარგებო 20 ივლისს არის ელიაობის დღე ასე იძახის იგი რა ქვია აგერ მეცნიერები რომა იმის რა ქვია ჰემატრიას და იმას რომ ყველა იძახს რომ 20 ივლისს არის თუ ელიაობის დღეო და ალბათ ასე ეკლესიურადაც ასეა მე ახლა ისე კარგად არ ვიცი ახლა ეს ეკლესიური იგენი დღესასწაულები არ ვიცი კარგად რა ვქნა ხო და ახლა 20 ივლისს არის და მე 20 ივლისს დაბადების დღე მაქვს ხო და ძაღლის წელიწადში ვარ დაბადებული ჟირინოვსკი რო იყო ისე ხო და 20 ივლისს მოვიყაროთ ყველას გთხოვთ მეგობრულად იმას ხო და ძმურად ყველა მოვიყაროთ თავი ლანჩხუთში იქანე იგი არის პარკი არის ხო და იქ მოვიყაროთ თავი და ერთი ჩავატაროთ მიტინგ გავეცნოთ ერთმანეს გასაცნობი ხო და ეს აუცილებლად გავაკეთოთ ეს თუ გვინდა საქართველოს გადავარშინოთ შემოკარგებო ხო ხედავთ
ახალგაზრდას ვერ ნახავ ნარკომანი რომ არ იყოს ქართველს, ისე ვერ ნახავ ახალგაზრდას. იშვიათად რომ ნახო ვინმე. ხო და თუ არის ვინმე ახალგაზრდა თუ არის ვინმე ქართველი დაბერებულია 55 წლის და 50 წლისა. ხო, ეს რა ხდება ჩემო კარგებო? აგერ მიგრანტები თბილისში ვიყავენ, მესუქი ხო და რამდენნაირი მიგრანტებია, ყველაზე მეტი საგი არის საშიში ჩვენ და ყველაზე მეტი პაკისტანელები და არაბები. ჩემო კარგებო, მე ახლა ისტორიკოსი, მთელი ცხოვრება ისტორიაზე ვფიქრობ დამაშავე და ყველაზე მეტი ინდოელები ზოგი ქრისტიანი არის. ხო და ინდოელები ახლა ბევრი მანდამაინც არ გაჩერდება. ინდოელი სხვანაირი იგია ინდოელი. ხო და ეს ყველაზე მეტი საშიში არის ეს არაბები და იგი რა ქვია პაკისტანელები. ხო და ამიტომ გეუბნებით და ხომ ხედავ რა ამბავი რა ხდება თბილისში ხომ ხედავ მოდის ახლა უღურე ახლა მე არ მინდოდა ეს მეთქვა მაგრამ რამს აგერ გააჟღერა იმან რა ქვია პატა აბულაძემ გააჟღერა ხომ ხედავ ნარკოტიკებზე და იმაზე ხომ გააჟღერა ახლა ტრასები ნარკოტრასები პატარა დაიკეტა მგონია მთავრობა კარგად იმუშავა ვენაცვალე ყობახიძე მაგარი კაცია და ხო და მაგარი ბიჭია მაგარი ახალგაზრდა ხო და კარგად იმუშავა ბევრი ნარკოტრასები დაიკეტა მე ვიცი ხო და ახლა ხალხს მოაქვს იქიდან იმას ხია ხალხი მოდის და მოაქვენ და რასაკეთებენ ვერ გიეგებ მაგ ახლა შემოკარგებო იდო რა მინდა ახლა თქვა ისე იგი ახლა პატა აბულაძემ რომ გააჟღერა ახლა აგერ 15 წუთის უკან მე მოვისმინე და იმას ვიზამ კიდე ხო ისე იგი გახარიაზე შემოკარგებო ჩემ სამეზობლოში 8 ახალგაზრდა ზოგი იყო ისე იგი ზოგი იყო 22 წლის ზოგი იყო 50 წლამდე იყო 8 ასეთი პიროვნება დაღუპენ ლანჩხუთის რაიონში დაღუპენ ხო და ეს როდიდელია ეს სააკაშვილი რომ ბოლო დღეები რომ იყო სააკაშვილიძე რომ იმაში გამწარებული რომ იყო ხმებს რომ ჯერ დაიჭირავდა ხალხს ხო და მე დედამისი და მისი მშობლები დადიოდნენ ხო და არიქა ის უშვებენ ჩემშვილს ხო და იგი მომიწერე ხელი და ასე იმაშობოდნენ გადმოსული იყვნენ იერიშზე ხო და შემოკარგებო კოლუმბია ხო ის სადმებარობს კოლუმბიის პრეზიდენტი რომ ინაგურაციაზე იყო არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი პირი არ ჩასულა რომელიმე ქვეყნის მარტო სააკაშვილი ჩავიდა იმის იგია ყველაფერი deep state-ის პირდაპირ ამას იმაშობა ეს სააკაშვილი თვითონ ნარკომანი თვითონ უბედური ხო საზიზღარი პარაზიტი ხო რამდენი ხალხი იქნეს ეგერ რა ქვია თეთრაზეო გააუპატიურესო და კაც გული გოუსკდაო ხო ამიტომ გადასარჩენია შემოკარგებო ჩვენ თუ არ ახლა ყური ჩვენთან რამდენი ჭრელი ხალხია პატარია ეგ ეროვნულებიც არის ზოგს მაგრარი ეროვნულობა უნდა ზოგს მე მაგალითად სოციალისტური წყობის მომხრე ვარ და რუსეთთან მინდა ძმობა და მეგობრობა ხო და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მინდა რუსეთთან SNG-ში შესვლა მინდა მე მაგრამ როგორც გადაწყვეტს პარლამენტი რასაც გადაწყვეტს არა უმეტესობა იმას უნდა გავყვეთ მაგრამ ჩვენას მე არ შევიძლით ჩემას სულ მე მირჩევნია ესე სოციალისტური წყობა კაპიტალიზმი დალპა შემოკარგებო დალპა ხომ ხედავთ რომაა დამპალი აგერ პარანსხელია ადრე ამბობდა ამას მე ეს თქვი მე ჩემი წიგნი მაქვს დაწერილი ისტორიაზე საქართველოს წარმოშობა ხო და იქ თავში დავწერე მაგრამ აგენი აღარ იწყებენ თავიდან იწყებენ YouTube-ი იწყებს ისე პატარა მოცილები რომ მე მაშინ 3-4 წლის უკან თქვი რომ მე როგორც ეთყობა აეთის სამშობლოს მამულიშვილებო როგორც ეთყობა მალე დაიწყება ისი ახალი იგი რა ქვია გადანაწილება სოფლის გადანაწილება ეს მე 4 წლის უკან იქენი რა ქვია ხო და მაგრამ ეგენი მალავენ არ უნდა ჩემი წინასწარმეტყველება რომ იქნას გამოაჩინოს
ეხლა ჩემოკარგებო ახლა ცოტა ვიტყვი იმაზე რა ქვია ცოტა შეიცვალა ახლა შეიცვალა კი არა ახლა ერმილე ნემსაძე და დავით ნემსაძე რომ აგენი მე მგონია ვერ მოახერხებენ ჩამოსვლას ჩვენ ხელფას გაუგზავნით ამას დედამის გაუგზავნით ან რაღაცა მოხდება რაც ეკუთვნის თვას მაგრამ პარლამენტში იგი ვერ შევა მგონია იმიტომ ვერ მოახერხებს და მე მგონი იგორ გიორგაძეც აგენ მე მყავს სიაში ჩამ მე ვიტყვი სიას ხო და სამი კაცი ახლა განთავისუფლდა ახან ხო და მე ახლა ისე იგი გადმოვიყვანე დიმიტრი ლორდქიფანიძე ხუთი შვილი ყავს რაღაცა მაშებოდა ვისთან იყო ახლოდიანთან იყო თუ ვიღასთან იყო და მე კახა უკავა და აკაკი ასათიანი პატარა აკაკი ბოლოს ხვანაირად თქვა არ მომეწონა მაგრამ მისი აზრი აქვს იმას მაგრამ იყოს აკაკი ასათიანის გადმოვიყვანე ამ სამი პიროვნების იგი ხო და თუ ეს სამი პიროვნება ჩამოვიდა მაშინ შემდეგ დაუცადონ უნდა და შემდეგი ეტაპზე გადმოვლენ ეგენი მაგრამ მე მგონი აგას არ ჩამოუშვებენ არ მისცემენ ჯერ უფლებას ამიტომ ახლა ხო ჯერ ამას და მე დავასახელებ იმას სიას თლა სულ სიას დავასახელებ ხო ახლა მინდა თქვა რომ ქართველს რომ შეხლა შემოხლა უყურე ახლა უყურე ეს ემიგრანტები ხომა შემოყარგებო დაუშვათ ქართველს რომ მოუწიოს ქართველებს ამასთან აგენტთან შეხლა შემოხლა უბედურობა ატყდება კიდე დაიჭირავენ ქართველს ხო და მასიზამენა ხო და გაანადგურებენ ქართველებს კიდე ხო და იგენი გამოვა მართალი ხო და ღამე ისე იქნება საქმე რომ ქალი ვერ გამოვა გარეთ გააბახებენ ხელად ეს დაიმახსოვრეთ თქვენ ყველა ასე ლაპარაკობს ყველა ტრისტანმა ასე თქვა ყველა ასე ლაპარაკობს ეგეთ ხო ნიკოლოზის ასე ლაპარაკობს დიტო ჩუბინიძე მე დიტო ჩუბინიძეს აგერ ხართ ყველა და თქვი თუ არ ვარ მართლა ვინ არის დიტო ჩუბინიძის დონე ახლა ახალგაზრდებში ისტორიის და პოლიტიკის ცოდნე ყველაფერი კარგად გამოზდის ამ გასწევერ მისი გაზეთის ასავალ სულ კითხულობ ჩვენ ლანჩხუთში იქნე ყიდულობ და კითხულობ ხო და ამ დიტო ჩუბინიძესთან მოიყაროს ამ ხელწერებმა თავი იმას ვესაუბრები და კარგად ჭკვიანად და წესიერად ველაპარაკებით ერთმანეთს სხვამა ზოგმა არ გამცა პასუხი ხო ეხლა უყურე ახლა მე რა ვთქვი უყურე ქართველი და ეს ემიგრანტი რომ ქართველები ეს შეხლა შემოხლა რომ მოხდეს დაიჭირავენ ქართველებს ხოლო რუსი თუ მოვიდა ხო და რუსმა და იმანომ რუსებს ენას უბატონოთ ვერ ეტყვის ვერ კაცი ამიტომ ჩემო პატაბულაძე გეუბნებ თქვენი მითხარია ისე მითხარ მე ახლა უნდა შეიქმნას ბათუმში და თბილისში ანტიტერორისტული ცენტრები სადაც იქნება რუსებიც იქნება და ქართველებიც იქნება ხომ გამიგეთ ანტიტერორ თორემ ცუდად წავა საქმე შემოყარგებო ცუდად წავა ეხლა იმიდან რა ქვია ნინორ იგი არის რატიშვილი მგონია რა ის რომ არის ჟურნალისტი კალბატონი ხო იმასთან ისე იგი აკაკი ასათიანი იყო ხო და გადმოვიყვანე წევრებში ამ 66 ადამიანში გადმოვიყვანე იგენის მაგივრად ისე იგი იმის ნემსაძეების და სამი ხომ პიროვნება ხომ ვერ ჩამოდის მე მგონი ვერ ჩამოვა მაგენი ასე ვერ მიიღებენ ასე იოლად ხო და ეგი და თუ ჩამოვიდა აგენი მაშინ ეგენ დროებით ისევ დარჩებიან და მე შემდეგ ეტაპზე რაღაც განთავხნიერი ხალხი არის საკეთ ბევრი აქან ხო და განთავისუფლდა მე შემდეგ გადმოვლენ ახლა უყურე ხო და იმასთან ნინო რატიშვილთან ირმა ცხორაგაულიც გამოდიოდა იმის იგი არ მომისმენია მაგრამ ერთი ადრე მაქვს მოსმენი და არ კარგად ლაპარაკობს ეს ადამიანი ხო და ამიტომ ეს ცხორაგაულის და რატიშვილი ორივე კანდიდატებში ჩავწერე კანდიდატები აქეთ ქვევით რომ 140 ასე შეიძლება მეტი იყოს ამაში ჩავწერე ხო იცოდეს ახლა საგენმა ახლა გავყვეთ კიდე ვიმეორე უყურე შევარდნაძეს და სააკაშვილმა რომ გამოყარა რომ შევარდენ პარლამენტში იქ გამარჯვებული იყო აღორძინება
აღორძინება იმარჯვებდა ხო და შევარდნაძეს შეუდგა წყალი ხო და იმიტომ იქნა ის იმიტომ მოახდინა deep state-თან იქნა რა ქვია მოლაპარაკება ხო და რისი ვარდების რევოლუცია და რისი რა იყო ესე იგი რა მავნებლობა მოხდა ხო და გამოყარეს ახლა კიდე იგი რა ქვია ნათელაშვილის პარტია იყოს მაგრამ ნათელაშვილი მე თვითონ ბოდიშდა თვითონ იქნა მაგენთან არ ვიცი გაიყიდა არ გაიყიდა მე არ მაინტერესებს მაგი ხო და მაგრამ შადბერაშვილი და იგი წამოვიდა იქიდან ხო წამოვიდა ნათელაშვილიდან ძაგანია შადბერაშვილი აგანს ეკუთვნის მაგერმა რომ შევდეს აუ ბესიაკოვი რომ დაждდეს ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის უნდა აღდგეს სამართლიანობა აქეთ კიდევ აგერ ქვევით ახლა ზვიადისტები ლაპარაკობენ რომ სულ თავიდან დავიწყოთ სულ თავიდან ვერ დავიწყებთ შემოკარგებო იმიტომ რომ იქ ბევრი ხალხი ზოგი ფინეთშია წასული ზოგი იქით კასმარისის კიდე არიციან ხალხმა რა მოხდა მაგრამ აგერ აკაკი ასათიანი რაღაც რომ ადგილზია აგერ და ეს შემოვიყვანი აკაკი ასათიანი რომ არ დარჩეს უკმაყოფილო არც ზვიადისტები და არც არავინ ხო ეხლა და ამიტომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ იგი რა ქვია სამართლიანობა ეხლა კიდევ რას ვამბობ კორონა აფიორა მე იმას მე ნიღაბი არ გამიკეთებია პირზე იმას ქვია პირბადე ქვია რა ცხვირბადე ზოგი ცხვირზე ახვენ ზოგი საფარე ცხვირბადე კი არ ქვია მაგრამ პირბადე ქვია ხო და სისულელე იყო იგი იმან deep state-მა სპეციალურად გააკეთა რომ ეგ პუტინი ლაპარაკობს მე 1 მილიარდი კაცის დატოვება ზალატოი მილიარდ ეს უნდა დაეტოვებინა სხვა უნდა დაეხოცათ ყველა მით უმეტეს ისეთი ხალხი რომელსაც საბჭოთა კავშირი ახსოვს საბჭოთა კავშირი ვისაც ახსოვს მე ახლა გურე ხო იყო გახარია მაშინ ის გახარია როგორ ჩამოეთრევა აქან და როგორ მას მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ეს უსინდისო ადამიანი ყველაფერს ჯოხით დავდივარ ჯოხით გაუტეხავ თავს კი სადაც ჩახდება ხო ახლა უყურე ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ შემოკარგებო ირაკლი ღარიბაშვილის როგორი განცხადება გააკეთა რომ მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი ახლა ვისა არც ის არ უნდა ეთქვა კიდევ ვისაც უნდაო საერთოდ უნდა აეგზალა მაგრამ ის რაც გააკეთა მაინც ალბათ იმას ბევრი წვალება დაჭირდა და ბევრი იგი დაჭირდა კიდევ ენერგია და რაღაცა რომ ვისაც უნდაო გაიკეთოს და ის დაძალება აგზალა ამ კაცმა ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ბევრი ისეთი მოხუცები გადარჩა მე 80 წლის გავხდები მალე 79 წელი 80-ში გადავალ მე ნაღდი მომკლავდნენ ვიცი მით უმეტეს იქინე ის ჩემი მეზობლები ისე იყვნენ გადაკიდებული ჩემზე ახლაც არიან ზოგი მაგრამ ახლა ვეღარ მიბედავენ ხო და ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ ბატონი ხო მე საერთოდ მიყვარს ამხანაგი აგერ პუტინმა თქვა და იმან თქვა რომ ამხანაგები ვარ თუ ამხანაგებია ჩვენო და ზოგს სწყეს მაგალითად ახლა ერთ ადამიანს ეწყინა რომ მაგრამ ჩემთან ახლა მე უღული ახლა 18 20-22 წლის ქალბატონი ბრძანდება ახლა პარლამენტში მე იმას ბატონ ქალბატონ ქალს რომ ეთქო ქალბატონო ეს დასაშვებია იმიტომ ქალს ეუბნები ქალს ადამიანს ქალბატონო მაგრამ ახალგაზრდა ბიჭს რომ უთხრა ახლა მე 80 წლის კაცს ბატონო არ არის სწორი ეს არის ფარისევლობა შემოკარგებო მე არ მიყვარს ახლა აი მე ეს არის შემოტანილია შემოგდებულია იმ კაპიტალისტური სისტემიდან ხო და მით უმეტეს ხნიერმა კაცმა რომ ახალგაზრდას უთხრას ბატონო მე ამხანაგო მეგობარო შემოკარგო მე ასე ვიმაშობი ყველა ხო ეხლა შემოკარგო ირაკლი ღარიბაშვილო ძალიან მომწონ ხარ და ამიტომ დავასახელებ ამიტომ გადმოგიყვანეთ ჩემთან თუ მიიღებთ ჩვენთან ყოფნას თუ არა და კარგად იყავით ოღონდ შეგვატყობინეთ არ გვინდაო თუ არ გნებავს რა შეგვატყობიეთ ასევე გომელა უყურე ახლა რომ იგენი რა იგენი მოხდა ახლა ამის აი აგერ 8 თვეა მიმდინარეობს ეს მამაძაღლები ეს ლიბერალი პარაზიტები ეს რას აკეთებენ ხომ ხედავ ეს გომელაურის და იმის ლილუაშვილის იგი არის რა ქვია რომ გადავრჩით ეს ქვეყანა რომ გავედით სამშვიდობოზე
თან ბიზნეს იგიც არის მაგრამ აგენმაც დიდი ლომის წილი აგენმაში იქნა ქვია ხო და ამიტომ ახლა შეიძლება ახლა ზოგი ვიცი რომ ზოგი უკმაყოფილოა ეგერ ნარკოტიკებზე და იმაზე რაიონებში და რეგიონებში მაგრამ ყველაფერს ეს ხალხი ვერ ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გასწრობა ამდენ გადარეულს და ამდენ უნამუს ადამიანს ვერ გამოასწორებს ერთი ადამიანი ამიტომ ჩვენ ახლა უცოდველი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე მე მაგალითად მე ახლა კერტება ხოლმე მიმაშინა ჩემი თავი პატიოსნად და წესიერ ადამიანად მაგრამ ურე შეიძლება მეც ვწებოდი ახლა მაგალითად მე ჩემმა ხალმა აბორტი გაიგე და ახლა ეს ცოდვა ხო და უცოდველი ადამიანი არ არსებობს ხო ახლა ხო ეს თქვი გომელაურზე და ლილუაშვილზე თქვი ხო ახლა ამიტომ ამ სამპიროვნების ძალიან კმაყოფილი ვარ მე ხოლო ნარკოტიკების და იმის იგი სააკაშვილმა დაიწყო კოლუმბიაში რომ ჩაეთრია იქინე ინაუგურაციაზე იქაური პრეზიდენტის იგი არის ნარკო ბარიგაა უბედური ხო და სხვა არავინ არ ჩასულა იქ ეს მე თუ არ ვიცი როცა რომ ჩემ კუთხეში 8 ადამიანი ახალგაზრდები ზოგი 25 წლის ზოგი 30 წლის ცეროზები და ცხენის დოზას ღებულობდნენ ცხენის დოზას ხო და გარდაიცვალა თითქოს მე ვიყო დამნაშავე და მე მტრობდნენ რას ვტრობ ჩემი ბრალია შენი კლავ თავ შე უპატრონო შენი კლავ თავ და ჩემი ბრალია ეს ახლა ხალხო ხომ ხედავთ როგორი ახლა ხომ ხედავთ ხალხო როგორი ჭრელი ხალხმა მოიყარა ამ თქვენ პარტიაში თავი ახლა ჭრელი ზოგი მაგარი იგია ვითამ ზვიადისტია ზოგი ზბილათ არის ზვიადის მეც ადრე ჯეროდა ზვიადის მაგრამ შემდეგ რომ თვალი დავკარგე და ვიფიქრე ბევრი ანალიზი რო გავაკეთე შემდეგ გადავედი იმაზე რომ ურუსეთოთ ჩვენ ვერ გავძლებთ ქოლგა უნდა გქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს რუსეთთან სულ სანამდე ვიქნებია რა სანამ მანამდე ვიბრძოლებ რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს იმასთან რუსეთთან ხო ახლა ურე და ისე რუსეთში ურე როგორა რუსეთში ჯერ კაპიტალისტებია კიდე კაპიტალისტებია რუსეთში არა სოციალიზმი ხო და ჩინეთში არის ჩინეთში კომუნისტური პარტია ერთი პარტია ხო და იგი კომუნისტური წყობა ხო და მე ახლა ხომა ჩავწერდი ახლა ისე სოციალისტური პარტია კონსერვატიული ჩინური მოდელი ამიტომ დიდი სახელი გამოდიოდა ისე ჩინური იგი მომწონს ჩინური მოდელი ერთ სოფელში ჩინეთში 100 მილიონერი ცხოვრობს ერთ სოფელში ხო და იქ კერძო საკუთრებაც არის დართული კოლექტიური მეურნეობაც არის ამხანაგობებიც არის მოღონდ იქ გარკვეული ჩარჩოებშია ყველა ჩარჩოებში ჩამჯდარი რომ სანამდე შეუძლია ადამიანს ქონების დაგროვება ეს 100-ია მაგ მილიარდერებიც ყოფილა მაგრამ მაგას რასეუბნებიან ისე უწყობენ რომ წავიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში ისხოვროს როგორც მილიარდერი არ დაიკლოს არ ჭამა არ სმა არ არაფერი ოღონდ მოგება ისე ჩამოიტანოს უნდა ჩინეთში შემოკარგებო ხო ეხლა რა დამჭა ეს არ დამჭა მე ახლა გადავიკითხა უცბად იმას მე ხო ეს ქედავამთავრი 99 ნომერია რატომ ახლა მე ვთქვი ურე კოლხეთში და საქართველოში ჩვენთან არის მზე 9 თვალა 9 თვალაა ჩვენთან მზე ხო და ისრაელში და საბერძნეთში არის 8 თვალა მზე ხო და ახლა ურე 8 როგორ არის ერთი რგვალი მზევით ერთი რგვალი მზე ქვევით ორი მზე არ არსებობს შემკარგვა არარეალურია მაგ ამიტომ 9 ურე ერთი მზე თავში და ქვეშ მთვარე ნამგალა მთვარე ფეხი ორი ცხრიანი იმან ხაზარაძემ გაიგონა ჩემ ლაპარაკში და წაგვართვა ერთი ცხრიანი ნომერი ხო და ხალხმა შეცდომით მისცა იქიდან ხაზარაძეს ის რაც ეიღო ხო შეცდომით მისცა ხმა ამიტომ ჩვენი 2 9 ნომერია ეხლა დავასახელებ სიას
ამ 66 ადამიანის სიას და აი ვინ უგებუნე ხანი დამაღენე ბიჭო ერთი აღლა სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული თემური პატარაია მე რამოდენიმე ხნის მერე წავალ მე როცა რომ ნორმალური პარლამენტი რო იქნება და ნორმალური რო იქნება მეორე ვალერიანე ქოჩიაშვილი წლის იმასთან აქვია ნიკოლოზ ჟავანაძესთან გამოვიდა ის ადამიანი ძალიან კარგად ილაპარაკა ფაშისტების იმას ვიღაცას ის რო იყო ჩამოსული გერმანელი იგი და იმი ქალმა რომ პოლიციას დაარტყა იმის ამბავზე იყო ჩამოსული და კარგად ილაპარაკა უმეწონა ხო და თან დიდარი კაცი ყოფილა კიდე ხო და პატარა დაფინანსებაც გვინდა მე არ მინდა შემოკარგებო არავის არაფერი არ მინდა ერთი კაპიკი მაგრამ ხალხს უნდა აქ ბევრი გაჭირებული ხალხია აგერ აქ ვიცი ქვევით ქვედა იმაში ქვედა ეშალონში ხო მეორე ვალერიანე ქოჩიაშვილი მესამე ირაკლი ღარიბაშვილი მეოთხე ვალერი კვარაცხელია მეხუთე ტრისტან წითელაშვილი მეექვსე გიორგი ქარდავა მეშვიდე თინა გოცაძე მერვე დიტო ჩუბინიძე მეცხრე ჯონდი ბაღათურია გადმოვიყვანებებით იყო მეათე თემური მაკარიძე მე-11 ელიზბარაშვილი ახლა აღარ დავასახელებ რიცხვებს ხო და ის ნანა ალქინოკი გულბათ ცხილაძე ვახტანგ გომელაური დავით თორდია ნიკოლოზ ჟავანაძე მერაბ ჭიქაშვილი ზური მახარაძე ირაკლი მარტინენკო თემური სამნიძე გრიგოლ ონიანი ილია ლობჟანიძე თემური ფიფია შემდეგ აქ დავით ნემსაძე მეწერა მაგრამ დავით ნემსაძეს მაგრამ აქ სხვა იმას იზამს ჩაიწერება იგი რა ქვია კახაკუკა თუ ვერ ჩამოვიდა igen შემდეგ ქეთინო თხილაიშვილი გიორგი ირემაძე გიორგი არღულიანი თამარ კიკნაძე სოსო შადბერაშვილი პაატა აბულაძე ედიშერ გვენეტაძე რამაზ გაგნიძე გიორგი კერესელიძე დავით ჩუბინიძე შოთა მარტინენკო კონსტანტინე მორგოშია აქ ერთი გალბატონი მყავდა ხო და იმის მე ვაჟა ოთარაშვილმა მაგარი საქმე გააკეთა უახლავ იქინევ რაღაცა სოფელი შენდებოდა ხო და მაგრად დახტაო იქინევ ხო და ამიტომ გადმოვიყვანე კარგი კაცი ყოფილა ემზარ კვიციანი ირმა ცენტერაძე დიმიტრი ლორთქიფანიძე აქანა ხო დიმიტრი ლორთქიფანიძე გან მეცა ერთი მიხეილ ჟვენტის ამყავს არა აქ მიხეილ ჟვენტია მეორე მოცე მიხეილ ჟვენტია ხო და დიმიტრი ლორთქიფანიძე აგერ სხვაგან არის ერთოდას ხო შემდეგ გავყვეთ ნაზიმ სირალიევი ავიკ მელქონიანის მაგივრად თათია მაჩაიძე თემური ხალვაში ცოტნე მარღია კახა ძაგანია კარტოზიამ არ მომეწონა კარტოზიას ლაპარაკი და ქვევით ჩავანაცვლე არ მომეწონა იმის ლაპარაკი რაღაცა ისე მაგას ანტი რუსული იგი აქვს რაღაცა წარმოდგენები მაგას და ცოტა გვენეტაძესაც აქვს მაგრამ გვენეტაძე კიდე რაღაცას ამტკიცებს რაღაცას და ეგი ხო და ბესო ჩუბინიძე სტალინის იგირომა სტალინებზე რომ ვიდეო ბლოგებს ბესო ჩუბინიძე ჩავწერე შავლეკ ჭოიძე და ეს კარტოზიან ქვევით ჩაინაცვლა მე სოსო მანჯავიძე გია კორკოტაშვილი ლილუაშვილი სუსის უფროსი რო იყო ზაზა გვიმრაძე დავით გირგულიანი აქ ერმილე ნემსაძე მყავდა და ერმილე ნემსაძე აქ ჩაიწერება ის რა ქვია მაშინ დიმიტრი ლორთქიფანიძე აქ ჩაიწერება გიორგი გოგია ახალი შემოსულია იქ მაშინ რა ქვია ახალგაზრდა ბიჭები რომ კონსერვატორები ზური ნაჭებია გუგა კობრავა ირაკლი ფირცხალია ვატო შაქარაშვილი კოტე ფორჩხიძე ახლა სხვა მეწერა ხო და კოტე ფორჩხიძე ყოფილა პოლკოვნიკი ტრისტანთან გამოვიდა
რევაზ სახვაზე, რამაზ ღვალაზე, თინა თოფურია, ირაკლი დოკვაძე, ირაკლი უბილავა, ნატა არღულიანი, იგორ გიორგაძე. იგორ გიორგაძის მაგალითად ის მესამე რორთქი მიიღო, ისე იგი ლორთქი ფანიძე, ხო და იგი რა ქვია, აკაკი ასათიანი. თუ ვერ ჩამოვიდა იგორ გიორგაძე. ეს ასე დამთავრდა 66 კაცი. ასო ახლა ამიტომ ხოლო მე რომ ამ ცალთვალა კაცმა და ამდენს იმა ხო და 40-39 შევაგროვე. ხო და არ მაქვს იგენი ხო და თქვენს ახლა პატარა იკადრეთ თქვენს ყველაფერი ნათესავები არ ყავენ ოჯახის წევრების 5 ისე იგი ზოგს 5 იყავს ოჯახში წევრი ზოგს ხო და შეგვრივოთ ეს უნდა და ეს დაუღროვდეს უნდა იქ დიტო ჩუბინიძეს მე მივალ ან ვიღაცა ან თვითონ წამოვა ან სხვა წამოდით ვიღაცა ჯერ გავიცნოთ 20-ში ახანა 20 ივლისს გიწევთ ლანჩხუთში ყველა გავიცნოთ ერთმანეთი ნუ მე არაფერი არ მაქვს სამალები გაიგოს ყველა მან რა ქვია რომ სუსმაც გაიგოს ვინც უნდა იმან გაიგოს მე არ მაქვს სამალები არაფერი ხო და ასე და ამრიგად გიწევთ 20-ში ხო და კარგია ის ხელწერები იმის რა ქვია რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე ძალიან კარგი პირველად მაგას არ ქონდა მე ერთი რომ დავიწყე ლანჩხუთში შეგროვება ერთი 30 კაცის იგი მოაგროვე მაგრამ ზოგის პასპორტი ხელწერაა მარტო პასპორტის ნომერი არაა ხო და მე დავანებე იმას თავი და ახლა ასე იქნება და აბა კარგად იყავით ყველა ჯანმრთელობას ბედნიერობას გიწვა ერთი იცოდეთ ჩვენთან ახლა ხომ ახლა ყოფილი მთავრობის წევრებია ესე ჩვენთან იქნება დისციპლინა მაგარი დისციპლინა იქნება ვინც შეიმჩნევა კორუფციაზე ხო და ვინც შეიმჩნევა კიდო იმაზე რა ქვია არის ახლა ეგ ლანჩხუთში არის ისეთი ოჯახი რომ 5-ვე ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული არის იმაში საბიუჯეტო სამსახურში ამას ხო ქვია ნეპოტიზმი შემოკარგებო ხო ერთი ორი შეიძლება იყოს ოჯახიდან ორი მაგრამ 3 4 და 5 ხო ამიტომ ჩვენთან იქნება მაგარი იმათ იქნება ხო და ვინც არ იმაში მაგრამ ვინც შეიმჩნევა ამაში არა ისე ჩაქვეითდება დაბლა არა ამას მნიშვნელობა ის ყოფილი მთავრობის წევრი იქნება გინდა უბრალო ახალგაზრდა ბიჭი იქნება მაგალითად არა აქვს მნიშვნელობა თუ რამე უნდა გაკეთება და უნდა თქვას უნდა გაგვაგებინოს რომ აი ეს კაცი ასე და თხოვს ასე პატივისცემა ცეპატივი თუ შეიძლება ჩვენ დავთანხმდეთ ამაზე ფული კი არ უნდა გამოართვას იმას ჯიბეში კარ ჩაიდოს და იქნას კარგად მზადდებოდა ყველა ჯანმრთელობას და გადავარჩინოთ შემოკარგებო საქართველო მარტო ვერ შვება ოცნება ხომ ხედა ვერ შვება ვერაფერს ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ რომ პატარა ენერგია შევმატოთ აგენს პატარა დაშინებული არიან რაღაც ენერგია ისე იგი სიმტკიცის ენერგია შევმატოთ აგენს უნდა კარგად იყავ ჯანმრთელობას ბედნიერობას გისურვებთ ყველას